მოგესალმებით, მე ვარ სანდრო, ეს არის გადაცემა ჩანგალი, თუ შეიძლება გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააქტიურეთ ზარისღილაკი, დაალაიქეთ ეს ვიდეოც, წინა ვიდეოებიც და დაგვიწერეთ მხოლოდ სინტაქსურად და პუნქტუაციურად გამართული კომენტარები, რითაც თავიდან ავერიდებთ კოცების კომენტარებს. დიდი მადლობა. რადგან იმის წინა გადაცემები გამოვტოვე, დღეს სამი კვირის მიმოხილვა გვექნება. იმედია გაიხსენებთ ამ ამბებს, რასაც მოვყვები და ჩემთან ერთად განიხილავთ. 2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტულ სიგარეტზე აქციზი კიდევ უფრო იზრდება 85 თეთრით და 2.75 ლარი გახდება საბოლოოდ. არ გინდოდათ გორში დამზადებული კუსტარული სიგარეტი და თვალეთ ახლა ყველა ნაპასი რამდენ ევროიანია? 0.25 ცენტი. მე აინც არ ვეწევი და თქვენი ნერვიულეთ, მაინც აღარაფერზე აღარ ნერვიულობთ. თუ ნერვიულობთ, რატო ეწევით? წიწაკის სპრეის შეძენა მხოლოდ შესაძლოა ნებართვით იქნება შესაძლებელი ამიერიდან. ნუ კი ომის საფრთხე არსებობს და თულმე მუდმივად ომში გვექაჩება deep state-ი, მაგრამ თან სრულიად უნდა ვიყოთ განიარაღებულები. წიწაკის სპრეიც არ უნდა ქონდეს ომი თუ დაიწყო. მოკლედ რა ვიცი რა გითხრათ. წიწაკის სპრეის შეიწყი ტრაქში შალვა, რა ვიცი, მეტი რა გითხრა. რომელ შალვაზე ომფ არ დავაკონკრეტებ. იფიქროს რომ ნათელაშვილი მოვა. ლუკა ძაძამიას პოლიტიკური კარი მიუხედავად იმისა, რომ ასობით პოლიტპატიმარი გვყავს, რუსთაველზე მხოლოდ 50, 100, 150, 300 აკაცუკი მოძრაობს და მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია გადაყვანილი, საქართველოს ნაკრები მაინც დამარცხდა ბულგარეთის ნაკრებთან ფეხბურთში. რაზეც პოსტი დაწერა გიორგი მამარდაშვილმა, რომელსაც იმდენივე ჰაჰა ჰქონდა, რამდენიც ეღირება კვადრატული არქის ბინებში გაისადა. არინერვიულად ბიჭებო, მალე ისეთი ტემპით მივდივართ, აზიიდან მოგვიწევს პლეი-ოფში გასვლა და იქ გამოვუტყნავთ შუამდინარეთის ნაკრებს. 22 წელი გავიდა ვარდების რევოლუციიდან, რომელსაც მოყვა დენის მოსვლა, გაზის მოსვლა, გზის მშენებლობები, კორუფციის გაქრობა, რა ვიცი, 7 ლარიდან 150 ლარამდე პენსიის გაზდა, აჭარის შემოერთება და სხვა უამრავი უსაშინლესი დანაშაული, რაც ნაცემმა იკადრეს და ჩაიდინეს. 2005 წლის 9 მაისს ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ცეკვავდა თბილისში, ქართულ მუსიკაზე და დღესდღეობით ჩვენი პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ზვანოკს ელოდება. დოი, ჭოლა. შალვა პაპუაშვილს ისევ წამოაყვირა. ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის სოვეტიზაციას. ხო შეიძლება გასაბჭოება ეთქვა, ან გასაბჭოეთება, მაგრამ არა სოვეტიზაცია. სოვეტიზაცია, დისკო, შალვას წარბი. 2 კვირის წინ მთავარი თემა მაინც ის იყო, რომ ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვეს ფაქტიურად, რადგან უთხრეს, რომ ხმის მიცემა თუ გინდათ საპარლამენტო არჩევნებში 4 წელიწადში ერთხელ ჩამოდით საქართველოში და აქ მიეცითო. ნუ რადგან 2012 წელს კი იყავით ინფორმირებული ჩვენ რომ მოგვეცით ხმა, იმიტომ რომ მაშინ ტელეფონი, აიფონი, ინტერნეტი არ არსებობდა და მაშინ კი იცოდით, მაგრამ ეხლა რაც ინტერნეტი შემოვიდა ყველას უკავშირდება, უკვე აზიარხად რა ხდებაო და ცოტა ხანი ეზოში გადითო ვაფშე რა გჭირდება. სულ გაგაშტერათ მაგ TikTok-მო თქვენო. ასე უთხრა ემიგრანტებს თავრობა. ამ ინფორმაციის გავრცელების მერე ჩემო ძმაკაცმა ამერიკა გერმანიიდან მაგენი ხوار გაგიჟდნენ, შიქ ხوار აქვს მაგას. მეთქი შენ ხوار გაგიჟდი ბიჭო. წესიერად ილაპარაკე. ჩამოდი აქ შეისწავლე ადგილზე რა გამოყლევებულებიც არიან და მე რეაგინე მეთქი. მომინდომ ახლა იქიდან ლანძღვა. ვითომ იცის რამე. მოკლედ 4 წელიწადში ერთხელ ჩამოდითო რა, ემიგრანტებს უთხრეს. იმიტომ რომ მესმის ამ თავრობისაც. ეხლა იქ უბანზე უნდა დააყენო ძველი ბიჭები. იქ კიდე ევროპაში საათში 12 ევროა მინიმუმ ანაზღაურება. მერე იქ რა ვიცი, მასწავლებლები უნდა გააძვნო მერხის ქვეშ და იქ ფიზიკურად ისეთი მერხებია გერმანიაში, რომ ვერ გაძვრება. იქ მერე მარშრუტკებთან უნდა დააყენო კიდე ვიღაცები, ვინც სიებით იდგებიან და ფიზიკურად ევროპაში არ შეიძლება მარშრუტკაში ადამიანის მგზავრად, ანუ ჩაჯდომა. ბევრი რამე არის, გამოც უნდა გავუგოთ ამ თავრობას და მართლა 4 წელიწადში ერთხელ ჩამოდით და აქ მიეცით კოცებს ხმა. დოი, ჭოლა, რაებს აკეთებენ. ამის შემდეგი კვირის მთავარი ამბავი იყო ის, რომ ალეკო ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. როგორც თვითონ ალეკო ყვება, დილის 5 საათზე ადგა, ჩაიცვა და ცოლს დააჯერა, რომ სათევზაოდ მიდიოდა, სადაც არასდროს არ ყოფილა, უანკესოდ. ბადის გარეშე. იცით რა რთულია დააჯერო შენ ცოლს დილის 5 საათზე სახლიდან გასვლის დროს საყვარელთან არ მიდიხარ? მაგრამ ალეკომ შეძლო. ალეკომ დააჯერა, რომ უანკესოდ მიდიოდა სათევზაოდ. ალეკომ ბევრი რამ შეძლო. ალეკომ შეძლო და ცოლს დააჯერა, რომ დილის 5 საათზე ანკესის გარეშე ცხოვრებაში პირველად სათევზაოდ მიდიოდა. ალეკომ შეძლო, რომ გზაში ტანსაცმელიც გამოიცვალა. ალეკომ შეძლო, რომ ყველა კამერაში მოხვდა გზაში. ალეკომ შეძლო, რომ გზაში აღნაგობაც გამოიცვალა. ალეკომ შეძლო, რომ შეანგრია კანცელარიის შუშის ფანჯრები, შევიდა.
ალეკომ შეძლო რომ მოასხა ბენზინი, ალეკომ შეძლო რომ გამართა მუშტიკრები მანდატურებთან, მაგრამ ალეკომ ვერ შეძლო რომ 100-ი გაეკრა და ცეცხლი მოეკიდებინა. ახლა იმას ნერვიულობ პროკურატურამ ჩემს ძმასაც არ დაუმატოს ტერორიზმის მუხლი იმ 100-ის სროლის გამო, რომელიც 10 თვის წინ ესროლა პროკურორებს. ისე ძალიან ადვილი იქნებოდა, რა ვიცი, ცოტა მარცხნივ, ცოტა ძლიერად და 10 თვის მერე რო ესროლა, ალეკოსთან ერთად ჯგუფურ ტერორიზმს გეგმავდა. რა არის გამორიცხული? რადგან ალეკოს დაკავების მომენტში ანკესი არ აღმოაჩნდა, მხოლოდ ტერორიზმი შეტენეს. ანკესის რო ქონოდა ალბათ ბრაკონიერობასაც შეტენდნენ. რა არის გამორიცხული? არა მგონია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში თევზაობა ნებადართული იყოს. მაგარი იღბალაა ტიპი, გამოძრა. ტერორიზმით გამოძრა მარტო. აღიარა მოკლედ ალეკომ ბრალი. რასაც შესესე პროკურატურა და სუსი ამობს სამივე მართალიაო. იცით, კაცმა როგორ უნდა მოინდომო, რომ შესესე სუსი და პროკურატურა ერთდროულად სამივე მართალი იყოს? მინიმუმ ძალიან. მინიმუმ მეთევზე უნდა იყო. დამწყები. შენობის კამერებიდან ამოღებული ჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ გადაიქცა ალეკოს ხელთათმანი, შავი ხელთათმანი, პისტოლეტად. საეჭო და დაუჯერებელი იქნებოდა, მაგრამ უფასო ფულის დაპირებას ისე აქვს აწეული პლასტინკა, რომ ამის დაჯერება შეიძლება. პლასტინკა არის თამასა ქართულად, თუ ვინმე ქართულად ეს სიტყვა. ალეკო ელისაშვილი ციხეში მოინახულა მისმა ძმაკაცმა და ნახევარი საქართველოს Facebook-ზე დამბლოკველმა ლევან იოსელიანმა. ლევანმა დაათვალიერა ალეკოს გარეგნობა და შეუქო ძალიან კარგი ლეღვისფერი კონსილერი გისვია წარბების ქვეშ, ძალიან თანაბრად ორივე მხარეს გადანაწილებული, ძალიან გიხდებაო. კონსილერი რა არის? მეც ლიკა ბაგურაძე მითხრა ბოდიში. ქვემოთ რო ისმევენ რა, არ შეიმჩნია რა. ლევანმა ასევე დაათვალიერა ციხეში ახლად გახსნილი ხის საამქრო. მართლა. მოკლედ ხალხი ტერორიზმზე მიდის, რომ ციხეებში ახლად გახსნილ ხის საამქროებში იმუშაოს და ცოტა ნერვები დაიწყნაროს. ძალიან კარგი ქვეყანა ვართ. შალო პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის ეგრეთ წოდებულმა თავმჯდომარემ ევროკავშირმა უნდა აიღოს ალეკო ელისაშვილის ეგრეთ წოდებულ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობაო. ეს იმიტომ განაცხადა თურმე შალომამ, რომ ალეკოს ბოთლებში ქონია ბენზინი ევრორეგულარი და ამიტომაც ეკისრება ევროკავშირის პასუხისმგებლობა. ნანო, ოქტანი. აი, რაც შეეხება ამ კვირას, ეს კვირა უკვე დაიწყო სმოგით, კამიტით და განათლების რეფორმით. და რომელი უფრო მომწამლავია, ხუი ევოზნაელა. დავიწყოთ განათლების რეფორმით. როგორც თვითონ კოცები აცხადებენ, ქართული ოცნება გახდა პირველი ხელისუფლება, რომელმაც საქართველოში განათლება გახადა უფასო. მე უფრო ზუსტად გეტყვით, რომ განათლება კი არ გახდა უფასო, განათლებამ დაკარგა ფასი. თითქოს ერთნაირად ჟღერს, მაგრამ ერთ და იგივე არ არის. ახლა რა ხდება სინამდვილეში? სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა ხდება უფასო. ვინც ჩააბარებს, ავტომატურად უფასოდ ისწავლის. ოღონდ ეს ინდოელებს ნუ გაგეხარდებათ თქვენ ისევ რასისტული, ქსენოფობიური კომენტარები ავტობუსებში 3000 ევრო და გლოვო. სად მოვიდე, რომელ სადარბაზოში? მარტივად სახელმწიფო უნივერსიტეტში ვინ ჩააბარებს, ისწავლის უფასოდ. და შესაბამისად დაფინანსებები აღარ წავა კერძო უნივერსიტეტებში, მხოლოდ სახელმწიფოში. სოვეტიზაცია, დისკო, დედისტრაგი. მოკლედ უფრო ღრმადად ჩავშვიდით ამ თემას, მაგრამ განათლებულები ისედაც ხვდებით და გაუნათლებები მაინც ვერ გაიგებთ, ასე რომ მეც აღარ გავაგრძელებთ ამ თემას. მე ჩავაბარე 2011 წელს 100%-იანი გრანტით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. თან ჩავაბარე უნარებით, ჩავაბარე ქიმია, ჩავაბარე ბიოლოგია და ავიღე მაღალი ქულები, რის გამოც 100%-იანი გრანტი მომცეს. და თურმე წელს გავიგე, რომ პირველად წელს ყოფილა უფასო სწავლა. ესე იგი ტყუილა ვიწვალე მაშინ. ფასიანზე მისწავლია და ვერ გამიგე. ფულს ვიხდიდი თურმე 6 წელი. ისე რომ არ ვიცოდი. დიდი მადლობა გივი მიქანაძეს, რომელიც მაშინაც იყო, ახლაც არის და იმედია კიდევ იქნება. საერთაშორისო ამბები. Deep State-ური. Международные. აშშ-ում, რომელიც ადრე ამერიკის შეერთებული შტატები იყო და ეხლა ამერიკის შეზღუდული შესაძლებლობებია, წარადგინა 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა რუსეთ-უკრაინის ომში. ჯერ ერთი 28 პუნქტი რა ჯანდება თებერვალია ბლიად? მეორე ის, რომ უკრაინის არმიის განახევრებაზეა საუბარი. ორ ტიპს რო აშველებ და დაჩაგრუს რო ეუბნები, რომ ცოტა უნდა დაიკლო წონაში ძმაო, თორე ამ დედამოტყმის მაგრად გაუკაჩე შენ. არ შეიძლება ეგრე. სამსახურიდან რო გიშვებენ ზედმეტად კაი მუშაობისთვის იგივე თემაა დაახლოებით. თუ განახევრებაზეა საუბარი, რა ვიცი, 6000 ბირთვული ქობინი რო გაქვთ ამერიკას და რუსეთს, ეგენი განახევრეთ, რა გვეყოფა წესით დანარჩენებით კაცობრიობას. 28 პუნქტი რა ჯანდაბამ დაგაწერინათ, რა Facebook-ის სტატუსს არ გკითხულობთ მაგ ხელას. ამ გადაცემისთვის ხუმრობის დასაწერადაც დამეზარა მაგ პუნქტების საკითხო. ჯერ ტომაჰაუკების გადაცემას აპირებთ და მერე რა მოხდა საერთოდ. იცი შეჩემა რა არის, ტომაჰაუკებს მოგცემ და დედა მოუტყანი მაგენს. ანდა მოიცემო და რო დანებდე, უფრო მაგარი. გეუბნები დანებდი და ეგ არის.
ეს ტომაჰავკი ახლა უნდა ესრულო, დაუმიზნო, მოარტყა და არ ჯობია დანებება, ჯარის განახევრება, დონეცკის მიცემა. Donald, do you have inside? მოკლედ დონალდ ვიღას ახსოვს შენი ეპშტეინური სკანდალი და პედოფილთან მინიმუმ მეგობრობა, რაც იცი, ყოჩახ. და ბოლოს რა თქმა უნდა კამეტი, ბრომობენზილ ციანიდი, რომელზეც ყველა ხუმრობა ითქვა და დიდად არც ასაცილო არ არის ეგ თემა. ვართ ადამიანები, რომლებმაც ბრომიც ვიცით, ჰალოგენებიც, ბენზილიც, არომატული ნახშირწყალბადებიც, აზოტის ფორმულად საიდან მოდიან ელემენტები, რატომ არ იხსნება ბრომობენზილი წყალში, იმიტომ რომ ჰიდროფობურია და რატომ იხსნება გამხსნელში, რომელსაც უაში ჯგუფი აქვს, მაგრამ არავის ეგ არ აინტერესებს, იმიტომ რომ მინისტრი ყოველთვის გომელაური იქნება, რომელმაც საერთოდ არ იცის ქიმია და რა უნდა ექნა, ეხა ქიმიკოსი ხო არაა. შესაბამისად, რა ვიცი, ესენი არიან კიბოები, რომლებიც თურმე აქეთ გვიკეთებენ ქიმიას და აქეთ გვწამლავენ, მაგრამ თან არც აღიარებენ. და ვინმეს თუ გონიათ რომ ესენი აღიარებენ და მერე წავდნენ ხელისუფლებიდან, მაგაში ძალიან ცდებით. მათიკაშვილი ბაკლით დალევს ბრომობენზილციანიც, მაგრამ სემიჩკის პარკიდან ჭამას მაინც აღარ დაუბრუნდება. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო, რაც მინდოდა რომ მეთქვა. შევხვდებით მომდევნო გადაცემაში, მანამდე გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააქტიურეთ ზარისხილაკი და გითხარით რა გაურიეთ წყლის ჭაუში. ისე სპორტული ინტერესისთვის.